მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კონცეპტორის პოდკასტს, სადაც საუბრობთ ინტერიერის დიზაინის და რემონტის შესახებ. დღევანდელი ჩვენი თემა საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ დღევანდელ პოდკასტში ვისაუბრებთ 2026 წლის ტენდენციებზე და ინტერიერის სხვადასხვა დიზაინზე. რაშიც დაგვეხმარება არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ქალბატონი შორენა თაყაიშვილი. მოგესალმებით, ქალბატონი შორენა, როგორ ბრძანებით პირველ რიგში, როგორ გრძნობთ თავს? მადლობა, თავად როგორ? მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. როგორ აღწერდით თქვენს დიზაინერულ ხელწერას და რა განასხვავებს მას სხვებისგან? ჩემ დიზაინერულ ხელწერას დავახასიათებდი ასე, რომ ეს არის ფუნქციონალურობასა და ემოციურ ატმოსფეროს შორის უშუალო კავშირი, ამაზეა დაფუძნებული და აუცილებელი პირობა, რომ მთავარი როლი ამ შემთხვევაში ეკუთვნის ადამიანს. ანუ ადამიანის სურვილების საფუძველზე, ჩვენს ბიორიტმებზე იქმნება ეს ჩვენი დიზაინ პროექტები. როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა, ან თუ შეიცვალა ბოლო წლებში და რა გეგმები გაქვთ 2026 წელს? ხედვები თავისთავად ცხადია, ცხოვრება წინ მიდის, ვიტყოდი ამას და აქედან გამომდინარე, ყოველი ახალი საქმე, ყოველი ახალი кейსი დღევანდელობაში ეს ტერმინები რო გამოვიყენოთ, უფრო მარტივად მისახვედრი იქნება მსმენელისთვის, მაყურებლისთვის, ყოველ ახალ პრაქტიკულ გამოცდილებას გვაძლევს. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრებიც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით იცვლება. საინტერესო არის 2026 წლის ტენდენციები ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, რა მიმართულებით ვითარდება? 2026 წელი დამახასიათებელი იქნება, ვფიქრობ, ბუნებასთან მჭიდრო კავშირში, ბუნებასთან ჩვენი ბიორიტმებიდან გამომდინარე და ის განაპირობებს რას? აუცილებელი პირობა, რომ ადამიანმა კომფორტულად იგრძნოს თავი იმ სივრცეში, რა სივრცეზე ჩვენ გვიწევს მუშაობა. ეს იქნება საცხოვრებელი სივრცე, თუ სამუშაო გარემო. აქედან გამომდინარე, დაკვირვებებს ვახდენთ, ეს ყველაფერი გვანახობს დიზაინ პროექტში იმას, რომ შესაბამისად 2026 წელი იყოს მაქსიმალურად ერგონომიკული, ბუნებრივ მასალებზე დაყრდნობით, ხაზგასმულად იყოს წარმოდგენილი გარკვეული ელემენტები, რომელიც ბუნებაში არსებობს, იმიტომ რომ ეს გარკვეული ევოლუციის საფუძველზე მოკეთ მივედი ჩვენ იქამდე, რომ მრავალშრეობრივია, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი ნაფიქრი საბოლოო ჯამში დღევანდელამდე რაც მოვიდა. რომელი ფერის პალიტრები არის უფრო პოპულარული 2026 წელს, როგორ ფიქრობთ თქვენ? პრინციპში შეიძლება ითქვას უკვე რაზეც ვისაუბრეთ, ჩვენ ანუ ბუნება ბევრჯერ ვახსენებთ, ბუნებრიობა ბევრჯერ ვახსენებთ, ბუნებრივი მასალებზეც მივალთ ალბათ მაგასაც ვახსენებთ, დაგჭირდება თემასთან ბმაში იქნება აუცილებლად, აქედან გამომდინარე ძირითადად არის ბუნებრივი მასალები, მიწისფერი პალიტრები. არსებობს ასეთი ფერის ინსტიტუტი პანტონე, რომელიც ყოველწლიურად წლის ფერს ასახელებს. ეს არის ალბათ მოგეხსენებათ უკვე ეს თბილი თეთრი, ღრუბლისფერი, რაღაცა პუდრა, თეთრი შეიძლება ვუწოდოთ. თუმცა ინტერიერთან დაკავშირებით ეს შეიძლება საბაზისო ფერებად გამოვიყენოთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც იქნება ადამიანისთვის, რას ემსახურება ის კონკრეტული პროექტი, აი ამაზე ავაწყოთ ყველაფერი, ხო? ან საჭიროებიდან გამომდინარე, საბაზისო. აუცილებელი პირობაა, რომ ყველა ინტერიერი მაგალითად იქნება თითოეული მომხმარებლის დამკვეთი სურვილებზე დაყრდნობით და აქედან გამომდინარე, შეიძლება ეს მიწისფერი ტონები, ქვიშისფერი, ზეთისხილისფერი იქნება, თუ რა იქნება ეს ბუნებრივი ფერები, რომელიც დასახელებულია და რომელიც აქტუალურია მაგალითად იმ წელს გამოვიყენოთ, თუმცა შესაძლოა აქცენტების სახით, გარკვეული აქცენტების სახით, რაღაც ინტენსიური, ესეთი აქცენტური ფერებიც გამოვიყენოთ, რომელიც ინდივიდუალიზმს მისცემს მორიგ პროექტს. ბუნებრივი ახსენეთ და მაინც აქვე თემას ჩავშლიდი, აი ბუნებრივ მასალებს რამდენად იყენებთ ხშირად და რამდენად მნიშვნელოვანია, კი ვიცით რომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემო რომ შევქმნათ ანუ ადამიანებისთვის, მაგრამ აი თქვენი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, რამდენად ხშირად იყენებთ ამას? რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩვენი აზრი, როდესაც დიზაინ პროექტზე მუშაობას ვისყებთ, არის ის მომენტი, რომ რაც უფრო ბევრი ბუნებრივი მასალა, ამაზე მეტი ფუფუნება რა შეიძლება იყოს, როცა შენ შეგიძლია პროექტში გამოიყენო ბუნებრივი მასალები. როგორც არის ხე, როგორც არის ქვის ზედაპირები, ხო, სხვადასხვა ტიპის ქვის ზედაპირები, ეს ბუნებრივი მასალები გვაძლევს თავისებურ ხასიათს ინტერიერში და როდესაც ამაზე ღიად ვართ, ეს აუცილებლად კავშირშია ბიუჯეტთანაც აუცილებლად და აქედან გამომდინარე, თუ კი დამკვეთი ამაზე მოყვება, არაჩვეულებრივი ამბავია. მეორე ვარიანტია ის, რომ გამოვიყენოთ იმიტაციები, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ის არ არის
ხო, რაც უშუალოდ ბუნებრივი მასალის გამოყენებაზე იქნება დაფუძნებული, ასე ვთქვათ, ინტერიერი. ეხლა ვახსენეთ სივრცე. გააჩნია სივრცე, რომელიც სივრცისთვის გამოვიყენებთ კონკრეტულ მასალებს. ძირითად შემთხვევაში ეს ბუნებრივობა სახლებისთვის უფრო დამახასიათებელი არის თუ ოფისებისთვის? აი, წარმოიდგინეთ ჩვენი ბიორიტმი როგორია, ხო? ჩვენი ცხოვრებისეული თუ მუშაობთ რაღაც კონკრეტულ გარემოში, ფაქტობრივად მთელი დღე ისე გადის, რომ ვიმყოფებით საოფისო სივრცეში. აქედან გამომდინარე, კითხვაც უკვე დასმულია და ლოგიკურად პასუხიც მოდის, ხო? დიზაინ პროექტი აუცილებლად კავშირშია ლოგიკასთან. გარდა იმისა, რომ ტენდენციებზე ვსაუბრობ და ასე შემდეგ, ლოგიკა ჩართულია ამ ამბავში. რისთვის ჭირდება? რამდენ ხანს ვატარებთ ამ სივრცეში? აუცილებლად რამდენ ხანს ვატარებთ ამ სივრცეში? აქედან გამომდინარე, ადამიანმა კომფორტულად რო იგრძნოს თავი, ვითვალისწინებთ აბსოლუტურად რამოდენიმე ფაქტორს, როგორიცაა ბუნებრივი განათება, ვენტილაცია, ასე ვთქვათ, მწვანე ნარგავების შეტანა, აუცილებელი პირობაა, ხო, რომ ადამიანმა შრომასთან ერთად მიიღოს, ასე ვთქვათ, კომფორტული გარემო. აი, მწვანე მცენარეების თვალსაზრისით ახლა კონცეპტორში წარმოდგენილი არის ბუნებრივი მცენარეები, რომლებიც ინტერიერს ცოტა განსხვავებულად წარმოაჩენს. რამდენად არის ტენდენცია 2026 წლისთვის ბუნებრივი მცენარეების გამოყენებასთან თვალსაზრისით? ხაზგასმით ვიტყოდი და აქამდეც აქტუალური იყო, მაგრამ ეხლა კიდე უფრო მეტად ენიჭება მნიშვნელობა მაგას ეძლევა, იმიტომ რომ პასუხი არის ეგ ადამიანის კომფორტისთვის, ხო? და ეს ყველა ჯანსაღი გარემო შესაქმნელად აუცილებლად, იმიტომ რომ ბუნებასთან კავშირი ფერები, მასალები, ზედაპირები, უშუალოდ ეს ფლორა, ხო? აუცილებლად, რა თქმა უნდა, გარემოს ვიღებთ უკვე სათანადოდ, ხო? აი 2026 წლის ფერები თუ არის დასახელებული უკვე, რაზეც მომხმარებლებმა აქცენტი უნდა გააკეთოს. არსებობს პალიტრა, კი, ამის პალიტრა ძირითადად არის მიწის ბუნებრივი ფერები, სხვადასხვა შესაძლებელია ჩამოითვალოს კიდეც ეს პალიტრები, თუმცა და გეტყოდით, მაგრამ აქვე, ანუ უფრო კონკრეტულად დავასახელებდი ამას, ეს არის მიწის ფერები, ცისფერები, მწვანე, ცისფერი სელფერები, ასე ვთქვათ, ქვიშის ფერები, ტერაკოტა, თბილი ფერები, ხო? თუმცა აქცენტების სახით ისევ და პროექტის ინდივიდუალიზმისთვის შესაძლებელია ესეთი პატარა დოზით, ამას აქვს თავისი სტრუქტურა, მოკლედ, როდესაც დიზაინ პროექტს აწყობ, თუ როგორ გამოიყენებ პროექტში და რა დოზით, რა პროცენტული რაოდენობით გამოიყენებ რაიმე ინტენსიურ ფერს, რომელიც გარკვეულ ხასიათს აძლევს პროექტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ხდება ხოლმე მრგვალი ფორმები, წეღანეთ ვსაუბრობდით, გავიარეთ რამდენიმე დეტალი, სანამ დავიწყებდით პოდკასტს და ანუ ბოლო წლებია უკვე, ესე რომ ვთქვათ, ძალიან პოპულარული არის რაღაც და კიდევ თუ ინარჩუნებს ამ სახეს და რატო არის უფრო ისეთი თვალისთვის სასიამოვნო? მე მაგალითად პირადად ძალიან მსიამოვნებს ეს მრგვალი ფორმების. მაშინ თავნო მე თქვენ გკითხავთ, რატო გსიამოვნებთ? რა შეგრძნება მოაქვს? აი რაღაც დასრულებული ეფექტი აქვს ჩემთვის იმ კონკრეტულ ემოციური რა შეგრძნება მოაქვს? დადებითად, რა თქმა უნდა, დადებითად კომფორტის შეგრძნება, ხო? აი პასუხიც მან არსებობს. ყოველთვის ესეც ევოლუციის ნაწილია გარკვეულწილად, ძალიან აქტუალური იყო მთელი ეს წლები და ბევრს, ასე ვთქვათ, გარკვეული სლოგანივით ჰქონდა, რომ მინდა მინიმალიზმი, მაგრამ რეალურად ამაზე რას გულისხმობდა მინიმალიზმში? შეიძლება ვთქვათ, რომ ესეთი ხის სწორკუთხოვანი, ესეთი ხო, მინიმალიზმი, მაგრამ რეალური გარემოს ბუნებაში რა გხდება? სწორი კუთხეები გხდება, ესეთი უხეში ფორმები გხდება, ცივი გარემო გხდება, რა გხდება ძირითადად? ბუნებრივი ფორმები როგორია, ხო? ეს მომრგვალებული შესაბამისად, ეს არის დიდი მასშტაბიდან გადმოტანილი ამ ჩვენს პატარა მცირე მასშტაბში, რატო გვიყვარს ადამიანებს განტვირთვის მისდით ბუნებაში სიარული? რატო? იმიტომ რომ ეს გარემო ფერები გვსიამოვნებს და შესაბამისად 2026 წელიც განაპირობებს ამ ფორმების და ფერების გამოყენებას. კი, ყველაფერი ფსიქოლოგიაზეა დაყრდნობილი, მოკლედ, ადამიანის შეგრძნება. კი, მით უმეტეს სახლში თუ დიდ დროს ვატარებთ, უნდა გვსიამოვნებდეს სახლში დროის გატარება და კომფორტი უნდა გქონდეს. ეგ აუცილებელი პირობაა, კი, და მრგვალი ფორმები კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც არის ესეთი არქიტექტურული. როდესაც არის ხოლმე ყოველთვის ესეთი საკითხი, გინახავთ ალბათ ვარიანტები, გინახავთ ალბათ ინტერიერების, სადაც სივრცე არის გადაჭედილი ავეჯით.
კოშკებეჭით, ხო? სადაც მოძრაობა ძალიან ჭირს. არიან მაგალითად იმ სახლში მაცხოვრებლები, ეს დიასახლის იქნება თუ ნუ უფროსი თაობა, ვინც აი ამ ყველაფერს ავეჯის შეძენას უზრუნველყოფს და შერჩევა ხდება ამის, ხო? უნდა რომ კონდეს ისიც, მაგრამ რეალურად რა არის ინტერიერი არის ის სივრცე, სადაც ძალიან დიდ დროს ვიმყოფებით ჩვენ, მოცულობა, ანუ ამ სივრცის პატარა არის, არეალი, სამოძრაო არეალი პატარა არის და შესაბამისად ამ სივრცეში ჩვენ გვიწევს ბევრი მოძრაობა. გაიხსენეთ თქვენი მაგალითები სახში რამდენი არასაჭირო ნივთი არის. რამდენი არასაჭირო ნივთია და რამდენს მოძრაობთ. თუნდაც მიმართულებები თქვი, თქვენი ოთახი სამზარეულო, თქვენი ოთახი მისაღები ოთახი ან რაღაც ეს მოძრაობაშია. რამდენი დევს? ძალიან ბევრი არის. აქედან გამომდინარე, აუცილებელი პირობაა, რომ გადაჭედილი არ იყოს სივრცე ინტერიერში, იმიტომ რომ თავისუფლად შევძლოთ მოძრაობა და მეორე ეს არის მრგვალი ფორმები. იქ სადაც სივრცე პატარაა, მით უმეტეს მრგვალი ფორმები ძალიან გვეხმარება ჩვენ, რომ აი ეს მომრგვალებული, არა ტრავმირებადი, მოკეთ სამოძრაოდ, კი, პრაქტიკულია. სამოძრაო სივრცე იყოს არა ტრავმული. კუთხეებს ავერიდოთ, მოკლედ და უსაფრთხო არის, კი, არის ეს დეტალი ძალიან მნიშვნელოვანი დიზაინ პროექტზე მუშაობისას. ტექსტურები ინტერიერში როგორ მოქმედებს ადამიანის განწყობაზე? ისევ მაგალითის სახით თუ კი ვახსენებთ სამნა ჩვენ აი ამ ტექსტურების მოქმედებას ადამიანზე და თაზო, აუცილებლად ორივეს გესაუბრებით და უყვებით ამ ამბავს. სულ ძირითადად მაგალითად არის ძალიან აქტუალური მიდგომა, რომ მქრქალი ზედაპირები, სულ ყველაფერი უნდა, არაფერი ამრეკლე ზედაპირების გამოყენება არ უნდა ადამიანს, არის რიგი შემთხვევები. მაგრამ მუდმივად მქრქალი ზედაპირების გამოყენება ეგრეთ წოდებული მატი, როგორც ესე იგი, მარტივი მოსავლელია ყოველდღიურობაში და ალბათ მაგით ხშირად მიმართავენ. თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ამ სივრცეში იმყოფებით, ან რამდენად მარტივი მოსავლელია მისი ზედაპირიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე, შეიძლება მოგწეს არასაინტერესო სივრცე, ყველაფერი, როდესაც არის მქრქალი. მაგრამ საინტერესოს მივიღებთ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მქრქალ ზედაპირებს აქ გარკვეული ტექსტურა. მაგ შემთხვევაში უკვე ის ტექსტურა, თუნდაც აი ამ ბილი აუჯის მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, ხო? ეს ამას ანარეკლი არა აქვს, მაგალითად ამ შემთხვევაში მატერიას, ნაჭერს თვითონ, მაგრამ მისი ზედაპირიდან, ტექსტურიდან გამომდინარე აქ მისი სიღრმე, ამიტომ გვაძლევს რამოდენიმე ფერს და შეხების ემოცია მოაქვს ის, რომ აქ კომფორტის შეგრძნება, ხო? აქედან გამომდინარე ვიღებთ უფრო საინტერესო ინტერიერს, როდესაც ზედაპირებს სხვადასხვა ტექსტურებით გამოვარჩევთ. რა თქმა უნდა, აქაც ბალანსი უნდა დავიცვათ, ჯობია რაღაც მოვაკლოთ, ვიდრე ზედმეტად გამოვიყენოთ რაღაც მასალები და ტექსტურები, ანუ ყველაფერში არ უნდა მოვინდომოთ, რომ არ გადავაჭარბოთ. და ამასთანავე, ანუ დეკორებზე ჩავეკითხები შორინეს, რომ აი დეკორებს როგორ აღიქვათ, აი სკულპტურულ დეკორებს, აი ამდენ აი თუნდაც რქალ ზედაპირებზე როცა ვსაუბრობთ, ალბათ დეკორებითაც შესაძლებელია რაღაცნაირად აი გამოვაცოცხლოთ, აი არის ახლა ადამიანის კატეგორია, ვისაც მაგალითად ესეთი ნეიტრალური ან საერთოდ ერთფეროვანი უნდა ვიზუალი ქონდეს, მაგრამ დეკორებით შეიძლება რომ რაღაცნაირად ეს სიცოცხლე შეძინოს და თქვენ რამდენად ხშირად მიმართავთ ამ ხერხს, დეტალურად აი მაინც საინტერესო იქნება თქვენი მოსმენა. საინტერესო კითხვაა. ამ შემთხვევაში აუცილებლად მაგალითად რაიმე სკულპტურული ელემენტი, რაღაცა დიზაინის ელემენტი არავითარ შემთხვევაში ბოლოს მისი შეძენა არ ხდება. როდესაც იწყება დიზაინ პროექტზე მუშაობა, აუცილებლად ეს ელემენტების შერჩევაც მაშინ ხდება. და როგორ ხდება? ცალკეულად არავითარ შემთხვევაში არ ვიღებ ჩვენ პირობითად რაიმე ლარნაკს ან რაიმე ვენერა მილოსელის ქანდაკებას და ვდგამთ რაიმე სივრცეში, ხო? ის აუცილებელ კომუნიკაციაში უნდა იყოს უშუალოდ დამკვეთთან, იმიტომ რომ მისი ფსიქოტიპიდან, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ხო, ანუ რა ტიპის ადამიანია, ყველა, ანუ კითხვას ვამ, რომ ვისთვის არის თუ კი საცხოვრებელ გარემოზეა ლაპარაკი და ეს პირობითად ეს ელემენტი ვის სახლში დაიდებს ბინას, ხო? შეიძლება აბსოლუტურად განსხვავდებოდეს მისი ინტერესები, აუცილებლად შინაარსის მატარებელი უნდა იყოს, რომ გარკვეული ისტორია დაწეროს ამ კუთხით. რა თქმა უნდა. საინტერესო არის სივრცეში, როდესაც გამოვიყენებთ მინიმალურ დეკორაციებს, ამ მინიმალური დეკორაციებით როგორ შეგვიძლია რომ შევქმნათ პრემიუმ განწყობა სივრცეში. აი როგორ შეიძლება მაგათი გადათამაშება მცირე დეკორებით, რომ პრემიუმ სივრცე მივიღოთ მაგალითად.
თაზო, წინადადების პირველი ნაწილი უკვე პასუხია თქვენი კითხვის. მინდა გითხრათ. აქედან და რაშია საქმე ახლა ესე რომ განმარტო, ხო? აქედან გამომდინარე, ძირითადად, როდესაც საცხოვრებელი საოფისე სივრცე იქმნება, იყოფა ესე პროცენტული რაოდენობით, რომ პირობითად 100%-დან ვიტყვი, ხო? 100%-დან 70% ეს არის საბაზისო გარემო, რომელსაც ქმნით. ნახევარტონების, ესე იგი, სადღაც 20%-ის დატვირთულობით იქნება მისი ნახევარტონები, ეს იქნება პირობითად რაიმე მასალად შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ საბაზისოში და აქცენტების სახით გრჩება ის 10%. ანუ კომპოზიციის ცენტრებს, რაზეც გავაკეთებთ, რასაც ავიღებთ ჩვენ კომპოზიციის ცენტრებად, ხო, რაზეც იქნება მიმართული ყურადღება. ამიტომ ბევრის გამოყენება ამ შემთხვევაში კატეგორიულად არ შეიძლება. აი დიზაინში გამიგია რომ რაც უფრო მეტად ჩანს სივრცე და ნაკლები დეტალი არის გამოყენებული, მით უფრო მეტად ჩანს პრემიუმ სივრცეთ, მსგავსი სხვადასხვა სივრცეები. პრემიალურ სივრცეს ახმა ყველას აქვს თავისებური. ხო? მეთანხმებით ალბათ. საინტერესოა რა მიმართულებები აქვს ეს რო ჩავშალოთ დეტალურად ახლა. როგორ გავარჩიოთ ამ ჩვეულებრივმა მომხმარებლებმა. ხო, ანუ შესაძლებელია პრემიალური სივრცე რომ მივანიჭოთ პირობითად თუ კი აქ ჩვენ ვიმყოფებით თქვენთან შოურუმში, ეს არის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი, ხო? აქედან გამომდინარე შესაძლებელია ის ჩვენი თუნდაც აი დიდი ფორმატის სლებები გაქვთ არაჩვეულებრივი წარმოდგენილი, ამ თუნდაც საბაზისო ინტერიერში ამ ერთმა სლებმა, რომელსაც შეიძლება ქონდეს სხვადასხვა ბუნებრივი ქვის ფაქტურა, ზედაპირი, ტექსტურა საინტერესო ქონდეს, უკვე იმუშაოს დადებითა და უფრო პატარა ელემენტების სახით შესაძლებელია რაღაც გარკვეული მეტალის ეფექტი გამოვიყენოთ, სარკის ეფექტი გამოვიყენოთ და ეს საერთოდ ჯამში გარკვეულ კომპოზიციას გვაძლევს. აუცილებლად, რაც უკვე, ასე ვთქვათ, მაღალი კლასის ინტერიერს, ანუ ფუნქციას შეიძენს, ასე ვთქვათ, და ესთეტიკას მისცემს, ასე ვთქვათ, ლაგჟერი ინტერიერის. ანუ ცალკეულად ფერების გადანაწილებაზე რომ ვისაუბრეთ, 70% ძირითადი ფერები არის. ცალკეული ფერი, როდესაც იქნება ეგრე გამოყოფილი ცალკე, თვალისთვის უფრო კარგი აღსაქმელი არის ეგ ფერი და იდეაში მთლიანი ინტერიერისთვის ერთიან კომპოზიციას და ერთიან კონცეფციას საერთო ჯამში ქმნის, როგორც ვთქვით ეგ. საინტერესო დეტალი არის ეგრე ფერების გადანაწილების თვალსაზრისით 70, 20, 10, ხო? ეს ყველაფერი საიდან მოდის, თაზო? ეს არ არის მხოლოდ ჩემი ნაფიქრი, ხო? ეს არის პრაქტიკული გამოცდილებებიდან, დაკვირვების შედეგად, ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით, იმაზე თუ რას როგორ აღიქვამს ადამიანი, იმაზე თუ ადამიანი როდესაც გარკვეულ სივრცეში შემოდის, დაკვირვების შედეგად ვამბობ, ანუ რა რჩება ადამიანს ემოცია, ხო და რა ამახსოვრდება გონებაში. როდესაც შემოდიხარ, ვცდილობთ ხოლმე არის ეს მომენტი და ჩვენი სწავლის პერიოდშიც იყო ეს მომენტი, რომ შესასვლელი იყოს ეფექტური, იმიტომ რომ ეს ამახსოვრდება ადამიანს. და აქედან გამომდინარე გარკვეული აქცენტი გაკეთდეს, რომ შემოვიდა, ამახსოვრ, ვა, კარგია, იქით უკვე შეიძლება აღარ დავინტერესდე რა ხდება, ან შენს ფიქრში უკვე განაგრძობ მსვლელობას, შენთვის შეიძლება საერთოდ არ მოგიწია შიგნით შესვლა, მაგრამ აი ამას მოაბამ უკვე შენ ნაფიქრ შიგნით, რომ შესასვლელი პირობითად თუ კარგია, შესასვლელი სივრცე უკვე იქაც კარგი იქნება აუცილებლად. საინტერესო არის აი ზუსტად ეს ფსიქოლოგიური მომენტი კონცეპტორის სივრცეზე წარმოვიდგინოთ. როდესაც კონცეპტორის სივრცეში შემოხვედით, თქვენი მთავარი აქცენტი რომელმა კუთხე მიიპყრო? პირველ რიგში აღნიშნავდი იმას, რომ თქვენს ულამაზეს სივრცეში ეტყობა პროფესიონალის ხელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც კეთდება, რაც მე დავაფიქსირე, ასე ვთქვათ, როცა ძალაუნებურად ხდება ეს ამბავი, რომ როდესაც ამ საქმეში ხარ ჩართული, შენი საქმიდან გამომდინარე, შენი პროფესიიდან გამომდინარე, აკვირდები რა, როგორ და რანაირად არის გაკეთებული, ხო? საინტერესოდ არის ეს დიდი გაშლის სივრცე წარმოდგენილი პირველ რიგში, როდესაც პროექტზე მუშაობას ვიწყებთ ზონირებით. ანუ ორგანიზებული, ზონირებული სივრცეები უნდა შევქმნათ და აი ეს დავინახე, გეგმარება დავინახე ამ სივრცეში და უკვე ყველა, ასე ვთქვათ, ზონას აქ მისი ფუნქცია, ხო? თავის შინაარსი აქვს. ეს ჩანს უკვე, აქ არის პროფესიონალის ნამუშევარი და
დასათვალიერებლად არის ძალიან საინტერესო. საინტერესო ამ კუთხით მომხმარებლები რას აღნიშნავენ? კი, ძალკე შეგვიძლია მაგაზე გამოკითხვა ჩავატაროთ. კი, საინტერესოა. როგორ მოსწონთ, ხო, ეხლა ერთი არის რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანი თავისთავადია ეს ჩემი პირადი აზრია. მე ვფიქრობ, რომ საინტერესოა მომხმარებლებისთვისაც, იმიტომ რომ რამდენიმე ზონად არის დაყოფილი ეს სივრცე და ყველა ზონა ეს არის მნიშვნელოვანი. ახლა ერთ გაშლილ სივრცეში რო ქონდეს წარმოდგენილი ყველაფერი, ხო? ანუ ყველა სივრცე, ყველა ზონა, იქ იცი რომ რაღაც დიდი ფილები, აქეთ იცი რომ აი საინტერესო შეიძლება პროვანსისთვის გასათვალისწინებელი, იქ რაღაც პატარა შოურუმის ელემენტებია წარმოდგენილი, იქ მასალებია წარმოდგენილი, არაჩვეულებრივად რომ რასთან შეიძლება კარნახობს შენი ინტერიერს ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ძალიან უჭირს შერჩევა, როდესაც ამხელა ამდენი რაოდენობის სივრცეში მასალები გაქვთ თქვენ წარმოდგენილი და შემოდიხარ ამ სივრცეში, შეიძლება რაღაც კონკრეტულზე იყოს ჩამოყალიბებული რეფერენსის სახით, კონდეს მასალა, რომ ამ მიმართულებით გინდა წასვლა, მაგრამ აქ ამდენს რო ხედავ, ძალიან ბევრი რამე მოგინდება. იმიტომ რომ ბევრი საინტერესო მასალაა წარმოდგენილი და მე ვფიქრობ, აი ერთ-ერთი სივრცე საინტერესო თქვენ რაც გაქვთ ძალიან დაეხმარება მომხმარებელს რომ მიხვდეს მარტივად, იმიტომ რომ თვალსაჩინო რომ რას უხდება, ხო? მარტივად შეიძლება შეარჩიოს და მგონია რომ სწორი გადაწყვეტილება თავის როზე მიღებული. ამ სივრცის მთავარი მიზანი ზუსტად ეგ არის, რომ მომხმარებლებს დავეხმაროთ არჩევის პროცესში. რომელი ფილას უხდება და გამოიყენონ თავიანთ ინტერიერის დიზაინში. ამასთან დაკავშირებით ერთი კითხვა მიჩნდება, როდესაც ინტერიერის დიზაინერი ქმნის პროექტს და დიზაინს. იმაზე ვთანხმდებით, რომ ყოველწლიურად ტენდენციები და დიზაინი იცვლება. როგორ აყალიბებთ საერთო დიზაინს, ისე რომ ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში არ გადავიდეს მოდიდან ის დიზაინი, რომელსაც დღეს გავაკეთებთ პირობითად. რას ვითვალისწინებთ? რა თქმა უნდა, პულსაციაზე მუდმივად გვიჭირავს ხელი, ასე ვთქვათ, ვიცით ტენდენციები, ვეცნობით ამ ყველაფერს, მაგრამ ხოლო ტენდენციების მიხედვით არავითარ შემთხვევაში არ ვაკეთებთ დიზაინს, ანუ ამ კუთხით არ ვდგებით. თუმცა არის ხოლმე გარკვეული, ასე ვთქვათ, кейსები, სადაც დამკვეთები ითხოვენ, რომ აი ეხლა ტენდენციური რაცაა, მაგალითად, ეგექვის ფაქტურები, ან რაღაც ელემენტები, ან თუნდაც მრგვალი ფორმები, ან მოდულური პირობითად ავეჯი, ან სხვადასხვა ტიპები გამოვიყენოთ, რომელიც იმ წელს არის აქტუალური. ჩვენ არქიტექტურასთან და ინტერიერის დიზაინთან ერთად ცოტა ფსიქოლოგებით ვართ, ანუ ფსიქოტიპები გვაქვს შესწავლილი, ანუ სხვადასხვა ამ დამკვეთებთან ურთიერთობის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია კლიენტთან ურთიერთობა, ჩვენ ვიწყებთ მაქედან, ხო? რომ სწავლობთ მის ცხოვრებას, როგორ უნდა ესაუბრო, რეალურად რა უნდა და ამ ყველაფრის საფუძველზე, კვლევის საფუძველზე ხდება მერე შედგენა დიზაინ პროექტის. აქედან გამომდინარე ვურჩევთ რომ და მაგალითის სახით ვეუბნებით მარტივად რომ მიხვდეს საბოლოო ჯამში რას მივიღებთ, ხო? მაგალითად, გავაკეთეთ დიზაინ პროექტი. გინდათ რომ აი ამ წელს ტენდენციური პირობითად 2026-ში რაც არის ტენდენციური გამოვიყენოთ აი სხვადასხვა ფაქტურები, სხვადასხვა მოცულობები, სხვადასხვა ფორმები, ხო? მაგრამ შევათანხმეთ, სანამ ამას რო ჭირდება, სანამ შევათანხმებთ. შემდგომ მოდის უკვე რემონტის პროცესი. რემონტის პროცესი მინიმალური ვადით, ანუ გააჩნია ფართობი რამხელა არის, ხო, ამ სარემონტო სივრცის, ასე ვთქვათ, სადაც უნდა მოეწყოს და განხორციელდეს ჩვენი დიზაინ პროექტი. რა დროს შეიძლება მოიცავდეს? ანუ აქედან გამომდინარე უკვე რამოდენიმე თვე გასულია. მოდის უკვე 2027 წელი. ეს ჩვენი ტენდენციები რჩება უკვე. შესაბამისად უკვე არა ტენდენციური. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ დიდ მასებში ძირითადად რასაც კეთება, თუ კი დამკვეთს ასე უნდა რომელიმე ტენდენციური ელემენტის ნივთის გამოყენება პატარა მოცულობით გამოვიყენოთ, რომ თვითონაც ასე ვთქვათ, მიიღოს პასუხი მაგაზე, იყოს მშვიდად და საბაზისო ინტერიერი მოვაწყოთ ისეთი, რომელიც წლებს ემსახურება. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. და აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ იმ პატარა ელემენტებს, რომელიც იმ პერიოდში არის ტენდენციური, ძალიან მარტივად შევცვლით ახალი ტენდენციური დეტალებით. თავი ფუნქციური იყოს. აუცილებლად ეს ერთად თანხვედრაშია. სხვანაირად მხოლოდ ანუ ფუნქცია ესთეტიკის გარეშე და ესთეტიკა საერთოდ ფუნქციის გარეშე ჩათვალე რომ დიზაინი არ არის სწორად აუცილებელი. დიახ, კი, ნამდვილად, მასია. აი გეგმარებების კუთხით 2026 წლის ტენდენციების მიმართულებით სტუდიოს ბინებზე უფრო მეტი მოთხოვნა იქნება თქვენი აზრით თუ ცალკე იზოლირებული სამზარეულოს მიმართულებით?
ისევ და ისევ შეგვიძლია დავიწყოთ იმ კუთხით, თუ კითხვა იბადება ასე. როდესაც იწყებ საცხოვრებელ გარემოზე, საცხოვრებელ, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურ საცხოვრისზე მუშაობას, ხო? თუ ვინ უნდა იცხოვროს? პირველი კითხვა, რამდენმა ადამიანმა უნდა იცხოვროს და რა ცხოვრების წესი აქვთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც შენ უნდა გაამზადო დიზაინ პროექტი, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი. დიასახლისი არის სხვადასხვა ტიპის, ხო? ზოგი არის იმდენად დატვირთული, რომ შეიძლება საღამოს შევიდეს და ის იზოლირებული სამზარეულო აბსოლუტურად არ ჭირდებოდეს. თუ კი ფართი და ფართობი სივრცეში, მოსაწყობ სივრცეში აძლევს ამის საშუალებას. აქედან გამომდინარე, თუმცა მეორე ვარიანტია, აქტუალური საკითხია ისიც, რომ იმდენად ჩვენს ქალაქში, ასე ვთქვათ და ჩვენს ქვეყანაში ბუმია ამ მშენებლობების, გარკვეული ტენდენცია არსებობს იმის, რომ ეს პატარა ბინების შეძენა ხდება, რომელიც შემდგომ ინვესტიციის სახით, კი, აუცილებელი პირობა, სადაც ფართობი იმდენად პატარაა, რომ გეგმარებას, როდესაც აკეთებ, ძალაუნებურად სტუდიის ტიპის მისაღები სამზარეულო, ანუ ერთ სივრცეში მოდის, უბრალოდ ზონირებულია ხოლმე. არის ეგ მომენტი. აი, მაგ ნაწილში მაინტერესებს, როგორი სახის რემონტი და სტილი სცენს უძრავ ქონებას, უფრო მეტ ღირებულებას, ვიდრე რეალურად საბაზრო ღირებულება არის ამ უძრავ ქონების. რომელიმე სტილი არის ინტერიერის დიზაინში, რომელიც უფრო გაცილებით მაღალ ფასად აღიქმება უძრავი ქონება თუ უბრალოდ მითი არის ეს ყველაფერი. იცი რა არის თაზო, აი მაგასთან დაკავშირებით ცოტა პირობითია მიდგომა და ინდივიდუალურია მაგ საკითხებთან მიდგომა. საერთოდ როდესაც ესეთი ფართო სპექტრზე ამზადებ შენ, ასე ვთქვათ, სივრცეს გინდა გააკეთო და შემდგომ ექსპლუატაციაში გაუშვა, ხო, იმუშაოს ამ ბინამ, ალბათ მაინც საბაზისო და ისეთი ნეიტრალური ინტერიერი სასურველია რომ გააკეთო. ალბათ ქონიათ შემთხვევები, როდესაც ვინმესთან სახლში ან გინახავს ვიღაცა ყიდის გააკეთა თავისი, ასე ვთქვათ, გემოვნებით საცხოვრებელი ბინა და ამას ყიდის აბსოლუტურად ჩვენთვის მიუღებელია ეს სივრცე, იმიტომ რომ არც ის ფილმა მოგწონს, არც ის რაღაცები, რაც ჩადო ადამიანმა, რაც ეგონა რომ, ასე ვთქვათ, პლუს შესძენდა იმ საცხოვრებელს, ხო? ფუჭი ხარჯი იყო ამ კუთხით. აუცილებელია და ალბათ სასურველია, როდესაც ფიქრობ, ასე ვთქვათ, ხანგრძლივ პერიოდზე მის მუშაობაზე, საბაზისო ინტერიერი მოაწყო ოღონდ ხარისხიანი მასალებით. და მაინც რომელიც დროს გაუძლებს, კი. პრაქტიკულიც რო იყოს, აუცილებლად. კი, პრაქტიკული რა თქმა უნდა, აუცილებლად. 2026 წელს, როდესაც დიზაინი იცვლება და ტიხრების გეგმარებებიც იცვლება, ძირითად შემთხვევაში, როდესაც გვინდა სივრცე იზოლირებული გავხადოთ, რა უფრო უკეთესი იქნება 2026 წელს ტრენდები როგორ მიდის. კედლის ტიხარი გავაკეთოთ თუ ეს სივრცე ვიტრაჟებით ან მინით გამოვყოთ? არის სივრცეები, ეს მხოლოდ 2026 წელს არ ეხება, ეს ზოგადად საცხოვრებელის მოცემულობიდან გამომდინარე არის. არის სივრცეები, რომელიც აუცილებლად იზოლირებული უნდა იყოს, ხო? სხვა შემთხვევაში თუ კი ჩვენ გვინდა პირობითად ზონირებული საერთო სივრცე გამოვყოთ გარკვეული ტიხრით ან კედლით, ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი არის ტრანსფორმირებადი ტიხრები, რომელსაც ამოძრავებ, შეიძლება დასაკეცი იყოს, შეიძლება გასაგორებელი სლაიდური მექანიზმით იყოს, ხო? ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ამ კუთხით, როცა გინდა იქნება იზოლირებული, როცა არა გახსნის სივრცეს. რა უფრო გაძლევთ ინსპირაციას, საერთაშორისო პროექტები, ბუნება თუ ხელოვნება? რომელს ანიჭებთ უპირატესობით? სამივეს. აუცილებლად სამივეს, იმიტომ რომ ერთმანეთის გარეშე საერთაშორისო პროექტები, ასე ვთქვათ, გამოცდილებაა და ძალიან საჭირო ამბავია, ხო? ბუნების გარეშე არაფერი არ ხდება ამ ცხოვრებაში, ხო? აბსოლუტურად აქედან ვიღებთ ყველა მოდელს, ეს იქნება ფიზიკური თუ შეგრძნებითი, ასე ვთქვათ, ხო? და კიდევ ერთი ესეც საინტერესო იქნება ალბათ მომხმარებლებისთვის და უფრო დამწყები დიზაინერებისთვის, ინტერიერის დიზაინერებისთვის, რადგან შორნეს ძალიან ხშირი შეხება აქვს სტუდენტებთან და გავიცანი შორნეს ძალიან ბეჯითი და სასიამოვნო იყო მათთან ურთიერთობა და მაინტერესებს რამდენად პოპულარული არის თქვენ სტუდენტებში ეს ინტერიერის დიზაინი, რამდენად ფიქრობთ, რომ აი აქედან რამდენი შეძლებს ანუ ბოლომდე რომ მიიყვანოს ეს თავისი პროფესია? მე რა ეტაპზეც ხვდები ჩემ სტუდენტებს ერთ-ერთ წამოყვანილ უნივერსიტეტში ვიტყოდი. დაინტერესება დიდია, იმიტომ რომ
ბავშვების мотиваციას ვაკვირდები და ჩართულობას ვაკვირდები ამ უშუალო პროცესში და მუდმივად მობილიზებულები არიან, რომ რაღაც ახალი შეიძინონ, ახალი გაიგონ, დავგეგმოთ, წავიდეთ, ვნახოთ ამის გარეშე პრაქტიკული გამოცდილების და პრაქტიკული ასე გამოცდილების გაზიარების გარეშე არ ხდება ეს ამბავი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროცესი გადიან და ეს ჩართულობაც მათი ესეთი ცხოველი ჩართულობა ასე ვთქვათ ამ მიმართულების მხრივ ეს ყველაფერი განაპირობებს ამას. დღეს ვინც იწყებს ინტერიერის დიზაინის შესწავლას. ან დაწყებული აქვს ახალი. თქვენი რჩევა რა იქნება ადამიანებისთვის? ამასთან დაკავშირებით ინტერიერის დიზაინი მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ორთვიან კურსებს არ უნდა მოიცავდეს. ორთვიანი კურსებით და ამას ყოველთვის ხმამაღლა აღვნიშნავ. ორთვიანი კურსებით შესაძლებელია ჩვეულებრივი მომხმარებელი, რომელიც არ გეგმავს ამ მიმართულებით პროფესიონალურ დასაქმებას და შემდგომ მისი მომსახურების ამ კუთხით გაწევა სხვა ადამიანისთვის შეძლებს რჩევის დონეზე, კონსულტაციის დონეზე, მაგრამ ინტერიერის დიზაინ პროექტის შედგენა ბევრად სიღრმისეული საკითხია, რომელსაც წლები ჭირდება, რომ გაიგო აი საბაზისო საფუძვლები, რასაც ჩვენ წლები მოვანდომეთ და აქედან ესეთი მარტივი საკითხი და თემა არ არის. აი, რა უნარები უნდა გააჩნდეს მომავალ ინტერიერის დიზაინერს, რომ ჩამოყალიბდეს როგორც სრულფასოვანი პროფესიონალი? პირველ რიგში ინტერესი უნდა ქონდეს, ხო, რაღაც საქმის მიმართ. აქვს გეგმაში. მგონი გეგმაშია. ძალიან კარგი და ძალიან საინტერესო და რა ჯობია მაგას. კოლეგები ვიქნათ. ძალიან სასიამოვნო პროცესია ნამდვილად. ძალიან სასიამოვნო პროცესია. ან ძალიან ბევრი ხელოვნება თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ შრომა და ენერგია არაჩვეულებრივია ის სფერო და ის სპეციალობა, რომელიც თან მოგწონს და თან შენი პროფესიაც არის, თან შემოსავლის ნაწილია შენი, ხო? ესე იგი ცხოვრობ ისე როგორც გინდა. რასაც ოღონდ რა თქმა უნდა. ყარს და შენი ცხოვრების ნაწილი არის და არა როგორც ცალკე სამსახურეობრივი რამ და სამსახური როგორც სამსახურს იარაღი შენი ცხოვრების ნაწილი არის. გარდა სიამოვნების მიღებისა იმ საქმისგან, რასაც ჩვენ ვასრულებთ, აქ საჭიროა სერიოზული დისციპლინა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის გრძნობა შენი დამკვეთების მიმართ, მომხმარებლების მიმართ, იმ ხალხის მიმართ, ვისთან შენგან კომუნიკაცია, იმ შენ საპროექტო დოკუმენტაციის მიმართ, რაც უნდა შეასრულო, ეს ყველაფერი ვადებზეა და ეს ყველაფერი გარკვეულ ურთიერთობებზე ყალიბდება. ძალიან დიდ ენერგიას და შრომას. ამიტომ პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ყველაზე რაც უკვე პროფესიონალურ ჩამოყალიბებაში ხელს გიწყობს, ხო? აი წეხან ვახსენეთ საერთაშორისო გამოცდილება. საერთაშორისო გამოცდილებით საინტერესო იქნება თქვენი ხედვა ქართულ რეალობაში რო შევადაროთ. რამდენად განსხვავდება საქართველოში არსებული ინტერიერის დიზაინი ევროპის წამყვანი ქვეყნების ინტერიერ დიზაინისგან? თქვენ თუ კი გადახედავთ ესეთ წამყვან ვებგვერდებს, რომელიც ამ მიმართულებით ემსახურება და აშუქებს, ასე ვთქვათ, მასალას, ხო? თუ რა ამზადება, მე ვიტყოდი, რომ არ ჩამოუვარდებიან, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენი გენეტიკა ესეთია, ხო? ეს ხმამაღლა ნათქვამია შეიძლება, მაგრამ არაფრით არ უნდა ჩამორჩებოდეთ სხვას. რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურიც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, და სერიოზულ საბაზისო, ასე ვთქვათ, მასალაზე დაყრდნობით უნდა იყოს ეს ყველაფერი. შესრულებულ ნამუშევრებს ვნახავთ, ოღონდ რა თქმა უნდა, პროფესიონალების ნამუშევრებს აუცილებლად მიხვდებით, რომ არაფრით არ ჩამოუვარდება, თუ მეტი არ არის. იმიტომ რომ ჩვენი არქიტექტორები, დიზაინერები, ასე ვთქვათ, საერთაშორისო და მსოფლიო მასშტაბით თავის საქმეს ამბობენ. შენობაც არქიტექტურული წარდგენილი და შეტანილიც არის, როგორც ვთქვი. ხო, და ანუ მის საქმეს ამბობენ და არიან აღიარებულები და ეს უკვე პასუხია. ეს ძველი შენობები არის, ყველაფერი შეტანილი და ნუ ალბათ რა ვიცი, საუკუნეებს უძლებს ეს მოდელები თვითონ ეს მიდგომებზეა დამოკიდებული. აი, ცოტა ექსტერიერის დიზაინს რო შევეხოთ, საინტერესო არის საქართველოში ან და საზოგადოებრივ თუ გაქვთ რაიმე გამორჩეული შენობა, რომელიც თავისი დამახასიათებელი ექსტერიერის დიზაინით თქვენთვის განსაკუთრებულ დიზაინად არის წარმოჩენილი. სხვადასხვა არქიტექტორის, ასე ვთქვათ, შედევრები შემიძლია თქვა, რომელიც შეიძლება ან ახალი შექმნილი. დიდი არქიტექტორების ნამუშევრები შეგვიძლია ვახსენოთ, რომელსაც ესე ცალკეულად ვერ გამოყოფდი, თუნდაც
რადგან ქალი ვარ, ვიტყოდი ზაჰას შემოქმედება, ხო, ზაჰა ჰადიდის შემოქმედება, რომელიც მისი პარამეტრული არქიტექტურით გამოირჩევა და ძალიან საინტერესოა და ხანდახან ადამიანის ცნობიერება ვერ წვდება იმას, თუ სად არის ეს ნაფიქრი, ანუ ეს პროექტი როგორ შეიძლება ასე განახორციელო და შექმნა და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ამიტომ ცალკეულად ეს ელემენტის სახით ვერ გამოყოფ თითოეულ მათგანს. აი ყველაზე დიდი გამოცდილება თეორიული მასალიდან მოდის ადამიანის გონებაში, რომ რაღაცები ახალი შექმნას, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილებიდან მოდის? მხოლოდ არა, ორივე ერთად. თაზო, იმიტომ რომ იწყებ თეორიით, რა თქმა უნდა, ოღონდ თეორიაში ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელზეც და ძალიან ბევრი დისციპლინაა, რასაც გადიხარ და რის საფუძველზე შენ ყალიბდები როგორც პროფესიონალი. აქედან გამომდინარე თეორიის კუთხით რასაც შეიძლება ამას ემატება მე პრაქტიკული უზარმაზარი ცოდნა. ყოველდღიურად დრო მიდის და ამდენი წელია მაგალითად ვმუშაობ და ვშრომობ ამ მიმართულებით, ხო? ყოველდღიურად ხდება ყოველ ახალ პროექტზე, ყოველ ახალ დამკვეთთან ურთიერთობაში რაღაც ახლის შეძენა აუცილებლად და ახლის გაკება. ამიტომ ცოდნა ცოცხალი პროცესია და მუდმივად ასე ვთქვათ. კი. ერთი მეორესთან ეს ორივე ერთად იდეალურ შედეგს გვაძლევს ვფიქრობ. მშვენიერი. ნელა შეგვიძლია გადავიდეთ თამო ხშირად ასმულ შეკითხვებზე ჩვენ რუბრიკაზე, სადაც მომხმარებლები აწერენ იმ კითხვებს, რომელიც აინტერესებთ რემონტის და ინტერიერის დიზაინის შესახებ და შეგვიძლია ნელა გადავინაცვლოთ ჩვენს ახალ რუბრიკაზე. კონცეპტორის პოდკასტში გვაქვს რუბრიკა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დასვან კითხვები რემონტის და ინტერიერის დიზაინის შესახებ და შეგიძლიათ მოგწეროთ პირად შეტყობინებაში ან ამ ვიდეოზე კომენტარის სახით დაგვიტევოთ და თქვენი კითხვები მოხდება ჩვენს პოდკასტში და ეტაპობრივად გავცემთ ყველა კითხვას პასუხს. და პირველი კითხვიდან დავიწყოთ. ერთ-ერთი ჩვენი მომხმარებელი გვწერს ეგეთ რაღაცას. მინდა ეკოლოგიური სტილის ელემენტები დავამატო სახლში და რა არის ყველაზე ტრენდული ამ მიმართულებით 2026 წელს? ეკოლოგიური სტილი უკვე გვეუბნება, ხო? რომ ბუნებრივი მასალები. აქედან გამომდინარე, ოღონდ მისი ბუნებრივი სახით, თუ რამეს გააჩენს, ეს იქნება ქვის ფაქტურები, ხის ფაქტურები, ნატურალური ნაჭრის სახით, ნატურალური ტილოების სახით. ყველანაირი ბუნებრივი მასალა, გამწვანებები. კი, აი მაგალითად ჯაუკენში წარმოდგენილი არის იატაკის საფარის მრავალფეროვანი არჩევანი. და ასევე კერამოგრანიტის მიმართულებით ძალიან ბევრი ხის ფაქტურის კერამოგრანიტი. ძირითად შემთხვევაში ამ ხეზე კონცენტრირებული დიზაინი უფრო მეტად იქნება აქცენტირებული 2026 წელს თუ ისევ ქვის მიმართულებით წავა. როდესაც არის შესაძლებელი ორივე თანაბრად გამოიყენოთ, აქ არის ერთი მომენტი. თუ კი ჩვენ გვაქვს ძალიან აქტუალური ახლა პირობითად ბეტონი სადაც ბევრი ჩანს, ხო? ეს ცემენტის ფაქტურები სადაც ჩანს, შესაბამისად გვჭირდება მისი ბალანსისთვის სითბო შევიტანოთ. სითბოს საიდან შევიტან? ჩვენ შევიტან ბუნებრივი მასალით, ხო? ხე არაჩვეულებრივი ბუნებრივი მასალაა, რომ ეს ბალანსი წარმოვშვათ კონკრეტულ ინტერიერში. მე ვფიქრობ, გააჩნია ბაზა ჩვენ ხო არ ვიცით რა არის, რაზეა ლაპარაკი. ბაზაზე დაყრდნობით გამოვიყენოთ შესაბამისი მასალა. ეს იქნება ხე თუ ქვა, ან ქვის ფაქტურის ზედაპირის ფილა, კერამოგრანიტი. შემდეგი კითხვა გვაქვს ესეთი. ვხედავ რომ მრგვალ დერბილი ფორმი მოდაშია და პატარა ბინაში როგორ დავნერგო ეს სტილი. იდეაში ჩვენი კითხვა რაც იყო მას ეხება. შეგვიძლია გავმეოროთ კიდეც პასუხი, არ არის პრობლემა, ხო? მოკლედ თქვა კი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მომხმარებლის კითხვა და მომხმარებლის კითხვა მომხმარებელმა არ იცოდა ჩვენი კითხვები თუ თემა რაზე ვისაუბრებდით და აქედან გამომდინარე თამამად შეუძლია გამოიყენოს და ძალიან გამოადგება ასე ვთქვათ ექსპლუატირებულ სივრცეში. კი ბატონო და ფსიქოლოგიურადაც იქნება მშვიდად. ჩვენ დავიმახსოვრეთ. კი, აუცილებლად. ღია ფერის ინტერიერი მინდა, მაგრამ მაინტერესებს რა აქცენტური ფერები იქნება მოდაში წელს. აქცენტური ფერები ისევ მივდივართ იმასზე, რომ როდესაც აკეთებ დიზაინ პროექტს, აუცილებელი პირობაა, რომ დამკვეთის, ასე ვთქვათ,
გამოკვლევის, ესე თუ დამკვეთის ისტორიაზე დაყრდნობით შევქმნათ გარკვეული კონკრეტული დიზაინ პროექტი, ხო? აქედან გამომდინარე, ვეკითხებით ადამიანს გარდა იმისა, რომ 2026-ში ნატურალური და მიწისფერი და ცისფერები და მწვანეები, ასე ვთქვათ, ბუნებრივი ფერები იქნება აქტუალური და ეს ვფიქრობ, რომ ყოველთვის აქტუალურია, ხო? აქცენტების სახით შეგვიძლია ისევ ამ პალიტრიდან გამოვიყენოთ, ან ის ფერები ოღონდ მცირე დოზით, იმიტომ რომ ზოგ ფერს აქ თავის სიმძიმე და მნიშვნელოვანია თუ რა მასშტაბი და რა დოზით გამოიყენებ ამას, ხო? ის ფერი, რომელიც დამკვეთს ძალიან უყვარს. შესაძლებელია ის იყოს მეწამულის ფერი, შესაძლებელი იყოს ეს იყო მარჯნის ფერი, ესეთი ინტენსიური ფერი. მთავარია დოზირება მანდ, რაშიც სავარაუდოდ ცოტა კონსულტაცია პროფესიონალის მიერ გაწეული ძალიან დაეხმარება. მთავარი მომენტი რაც არის, ის დავიმახსოვრე, ფერები უნდა იყოს 70, 20, 10. როდესაც მიხვალთ მაგ ეტაპამდე, თაზო მოგმართეთ კიდე ერთხელ და გავიმეორე. აუცილებლად. საჭირო რჩევები. კი, ნამდვილად. როგორ შევქმნა პრემიუმ ვიზუალი 2026 წლის ტრენდებით, ისე რომ ზედმეტად არ გადავტვირთო ვიზუალი. აქცენტები სივრცეს გააჩნია რა ფართობზეა ლაპარაკი და აქცენტები როგორც უკვე აღვნიშნეთ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, დიდი დოზით არ უნდა გამოვიყენოთ, თაზო. საბოლოო ჯამში ეს არის როგორც ადამიანის სამკაულზე, ხო? ქალების სამკაულზე, რომ აი ბოლოს რასაც იკეთებ, მოირგებ სამკაულს, ის უნდა მოიხსნა და დადო, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ზედმეტია. გადავიდეთ ბოლო კითხვაზე. რამოდენიმე კითხვა ამოვიღეთ, იმიტომ რომ თემატურად მეორდებოდა, იგივე თემატიკის იყო. რაც შეეხება ბოლო კითხვას. ავეჯის არჩევისას რა დიზაინი იქნება აქტუალური 2026 წელს და რამდენიმე წლის შემდეგადაც ეს ავეჯი თანამედროვე დიზაინის მიმართულებით დარჩება თუ არა ტრენდში. ბოლო სიტყვაზე გავამახვილებ ყურადღებას და გავამახვილებ, ანუ ტენდენციურობა და ხანგრძლივ პერიოდზე მომსახურება არ შეესაბამება ერთმანეთს, ხო მართალია? აქედან გამომდინარე ვარჩევთ ისეთ მასალებს, რომელიც დროს გაუძლებს. ამიტომ ტენდენციის გარეშე თუ აი ამ კომფორტის შეგრძნებას, ეს ფორმა იქნება, ზედაპირი იქნება, დაფარვა იქნება, აი ზედაპირების რა ემოცია მოხდა მაგაზე პრაქტიკასაც ვიყენებთ, ხო, პრაქტიკიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ჯობია რომ ტენდენციურობა, როდესაც გვაქვს ლაპარაკი, რომ გვინდა რაღაც სივრცე ხანგრძლივად გვემსახუროს, მხოლოდ ტენდენციებს არ უყურებთ. მოხარების კითხვები ამოწურეთ, თუ ვინმეს ექნება კითხვა დამატებით რემონტის შესახებ ან ინტერიერის დიზაინის შესახებ, შეგიძლიათ გამოგზავნოთ პირად შეტყობინებაში, ან დაგვიწეროთ კომენტარის სახით და შემდეგ პოდკასტებში აუცილებლად გავცემთ პასუხს. მანამდე გეტყვით, რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ კონცეპტორის არხი და გააქტიურეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოგჩეთ საინტერესო რჩევები ინტერიერის დიზაინის და რემონტის შესახებ. სანამ დღევანდელ თემას შევაჯამებთ, საინტერესო არის მომავალ თაობებზე გავაკეთოთ აქცენტი. დღეს ვინც იწყებს ინტერიერის დიზაინს, კი მიმეორებთ წინა კითხვიდან გამომდინარე, მაგრამ საინტერესო არის რა ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ და რისთვის უნდა იყვნენ მზად, როდესაც ამ სფეროში შემოაბიჯებენ. ჯერ ვიტყოდი იმას, რომ პროფესიის შერჩევას ასაკი არ გააჩნია, ხო? ასაკი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ხელის შემშლელი. შენ თუ პირობითად მოგინდა 50 წლის ასაკში ამ პროფესიას დაეუფლო და ძალიან გაინტერესებს, იმიტომ რომ ასაკი არ გაქვს, ასე ვთქვათ, ახალ სკოლა დამთავრებულის, ხო? როდესაც შეიძლება სწორი გადაწყვეტილება ვერც მიიღო პროფესიის არჩევისას, ხო? არ უნდა შეფერხდე და თამამად, იმიტომ რომ ეს შენი ცხოვრება, რა მომენტშიც რა ინტერესი გაგიჩნდება, უნდა მიყვე ამ საქმეს და უნდა შენი ინტერესი მოიგლა, ასე ვთქვათ. და ამას თუ ექნება უფრო სერიოზული, ასე ვთქვათ, დაინტერესება და საფუძველი, მაგას რა ჯობია, ხო? დამატებით ახალი პროფესია გექნება და ახალი ცხოვრება გექნება ამ კუთხით წარმოდგენილი. რაც შეეხება, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას იმ პერიოდში, როდესაც მაგალითად სკოლას ამთავრებენ და შემდგომ ფიქრობენ ჩაბარებას არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, ხო? ალბათ ამ მიმართულებით აქტუალური კი არის პრინციპში დღეს და ძალიან მიგვირს, რომ ამდენი დაინტერესება, ამხელა დაინტერესება ჩვენი პროფესიის მიმართ, თუმცა თან ამ დროს ამაყიცვა, რომ რა ჯობია ამას. მომხმარებლებმაც უკვე ანუ გადაწყვეტეს არა, გაითავისეს, რომ აუცილებელი პირობა. მე ვფიქრობ აუცილებელი პირობა, რომ პროფესიონალის ჩართულობა იყოს კონკრეტული ობიექტის
აწყობისას, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, ასე ვთქვათ, უპრობლემოდ მიდის პროფესიონალთან თანამშრომლობისას ეს ყველა შენი პროექტი, შენი სამუშაო, ასე ვთქვათ, რემონტი და ასე შემდეგ. და მისი აქტუალობიდან გამომდინარე, ალბათ ინტერესიც აქედან არის, მაგრამ ეს ინტერესი ალბათ ცოტა გასამიჯნია, რომ სამომავლოდ რამდენად გაინტერესებს. შენ როგორც უბრალოდ მომხმარებელს გაინტერესებს ეს სფერო და ამ კუთხით გინდა ისწავლო, თუ პროფესიონალურად გინდა ჩართვა ამ სფეროში და შემდგომ იმუშაო, იმიტომ რომ ხედავ სხვები როგორ მუშაობენ, რას აკეთებენ და ამის ინტერესი გაქვს, რომ მაგალითად იქამდე მიხვიდე და უფრო წინ წახვიდე, რა თქმა უნდა, მაგას რა ჯობია, ხო, ახალი თაობები მოდიან და ეს ასეც უნდა იყოს, ხო? თქვენი აზრით, რამდენად მზად არის ქართული ბაზარი, როდესაც ინდუსტრიის მიმართ დაინტერესება იზრდება, დასაქმების კუთხით რამე პრობლემები ხوار გაჩნდება პირობითად ამ ინდუსტრიაში? შესაძლებელია იყოს იმდენად დიდი რაოდენობა ხალხის ნაკადი არის დაინტერესებული, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით და ახლა დღევანდელი მონაცემებით, ხო? რომ ცოტა კითხვა გიჩნდება და თან ლოგიკური, როგორ შეიძლება აი ამდენმა ადამიანმა დასაქმება მიიღოს, რომ ვერ მიიღოს და ვერ დასაქმდეს, ძალიან გულსადგენია ამ კუთხით, იმიტომ რომ შრომა შედებ, ასე შემდეგ, მაგრამ აუცილებლად ეს ამბავიც გაიმიჩნება თავის დროზე, იმიტომ რომ საქმეს ყველა ერთეირად ვერ ასრულებს, ხო? ჩვენს რეალობაში ხდება ძირითადად რეკომენდაციებით, რომ აი მან კარგად იმუშავა ჩემ ობიექტზე, კარგად შეასრულა, შენ თავს ასე ვთქვათ ურჩევს სხვას და ალბათ ეს კონკურენცია, იმიტომ რომ პროფესიონალად ჩამოგაყალიბოს, დაუსაქმებელს არ დაგტოვებს. და ყველას ექნება, ასე ვთქვათ, იმის мотиваცია, რომ მაქსიმალურად კარგად ისწავლოს საქმე, რომ დაუსაქმებელი არ დარჩეს და აკეთოს ის საქმე, რაც მას ძალიან მოსწონს. ალბათ ყველა სფეროშიც ასეა. ხო, ყველა სფეროში ასეა. იმიტომ რომ რაღაც ეტაპები არის, რომელიც ალბათ სირთულებთან იქნება, რა თქმა უნდა. თუმცა ბოლომდე თუ ადამიანი გრძნობს, რომ ეს ნამდვილად მისია და შინაგანი გაწყობა აქვს, თაზო შეგიძლია იფიქრო, ანუ თუ შენ გინდა მზად ხარ ამისთვის. არა, აუცილებლად, უბრალოდ ეს მომენტია, რომ კონკურენცია დიდია, იმიტომ რაოდენობა ბევრი. დღევანდელი პოდკასტი რა შევაჯამოთ, ძალიან საინტერესო. ძალიან გასათვალისწინებელი რჩევები გავიგე მე პირადად და მაყურებელიც ანუ ძალიან სასიამოვნოდ აღიქვავს ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ და დიდი მადლობა შორენას ჩვენთან ამ დროის გატარებისთვის და შემდეგშიც რა თქმა უნდა სესურვილი ექნება და დროც ექნება კიდევ შემდეგ ახალ ეტაპებზე აუცილებლად თემები ამოუწურავი არის ინტერიერის დიზაინზე და მეც იმდენად უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო, იმდენად სასიამოვნოა ჩემთვის და მით უმეტეს თქვენთან ერთად ურთიერთობა რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მზად ვართ ჩვენ მე და თაზო გელოდებით 100%. საერთოდ ჯამში რო შევაჯამოთ დღევანდელი პოდკასტი ძალიან საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით რომ ძალიან მნიშვნელოვანია წელი ახლა დაიწყო 2026 ძალიან ბევრი მომხმარებელი მიიღებდა ინფორმაციას რაც აინტერესებდათ ვინც რემონტის პროცესში არის ან ახლა იწყებს რემონტს გაითვალისწინებენ ამ ინფორმაციას რა ინფორმაციების დღეს მოისმინეს ჩვენს პოდკასტში და ძალიან ბევრი დეტალი არის ისეთი რაც დღეს ვისწავლე პირობითად და მივიღე ინფორმაცია და ჩემი ბინის რემონტსაც იმედია მალე დავასრულებ ამ ტენდენციების მიმართულებასაც გავითვალისწინებ და რაც ყველაზე მეტად დავამახსოვრდა 70, 20, 10-ზე ფერების ტექსტურები უნდა გადანაწილდეს ეგრე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო პოდკასტისთვის საერთო ჯამში. მადლობა მოწვევისთვის, რომ მომეცით საშუალება ჩემსაყვარელ თემაზე მესაუბრა, ასე ვთქვათ, თქვენთან ერთად, რომელთანაც მე ვითვლი წლების ურთიერთობას, თან ძალიან სასიამოვნო სამართლობს. მადლობა ამ ყველაფერს. მომავალში კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო თემები გვექნება და კიდევ და კიდევ მადლობა თქვენ. თუ გინდათ მიიღოთ საინტერესო რჩევები რემონტის შესახებ, ასევე ინტერიერის დიზაინის შესახებ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ კონცეპტორის არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი და ჩვენი პოდკასტების მეშვეობით მიიღებთ საინტერესო რჩევებს.